ანაკლიაში Jam Fest 2016 გაიხსნა. ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალზე მისულ მაყურებელს ორგანიზატორები წელს განსაკუთრებული პროგრამით დახვდებიან. Jam Fest-ზე დასასწრებად 10,000-ზე მეტი ეგრეთ წოდებული საშვი უკვე გაყიდულია. როგორ მიმდინარეობდა ფესტივალის პირველი დღე და რის ნახვას შეძლებს ანაკლიაში ჩასული დამსვენებელი თორნიკე ხურციძე და კობა მდივანი საზღვაო კურორტიდან. ეს Jam Fest 2016-ის პირველი დღეა, უწყვეტი მუსიკითა და სხვადასხვა შოუთი. წლევანდელი წლის მთავარი სიახლე მრავალფეროვანი პროგრამაა, მათ შორის აკვაპარკი, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შემსრულებლების წარმოდგენები იმართება. დღის მთავარი მუსიკალური ნაწილი კი საღამოს 10 საათზე დაიწყება. ფესტივალის პირველ დღეს ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი პოლ ვან დეიკი ხსნის. ხუთი სცენა არის გამოკვე Jam Fest-ზე, საიდანაც ზოგი უკვე მუშაობს, ზოგი საღამოდან დაიწყებს მუშაობა, სრული დატვირთვით. 135 არტისტი მიიღებს მონაწილეობას Jam Fest-ში. უკვე 10,000 ადამიანი იმყოფება Jam Fest-ზე, სულ ცოტა და ველოდებით სულ ცოტა 25,000 სტუმარს. განმუხურის სანაპიროზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალს წელს უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი ეწვია. ფესტივალს პირველივე დღეს 10,000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ორგანიზატორები კიდევ რამდენიმე 1000 დამსვენებელს ელოდებიან. სტუმრების გაზრდილ რაოდენობაზე კარვების ქალაქიც მეტყველებს. თუ შარშანაკ 500 კარავი იყო, წელს ეს რიცხვი 3500-მდეა. Jam Fest 2016-ის გასაშუქებლად აკრედიტაცია 38-მა უცხოურმა მედიამ გაიარა. ადგილზე მუშაობენ BBC-სა და Euronews-ის გადამღები ჯგუფები. ძალიან მაგარი სიტუაცია ამზე, დილის ზღვა. ნორმალურად არის ხალხიც, მუსიკა სასიამოვნოა და ვისაც უნდა ყველას ურჩევ რომ ჩამოვიდეს და ძალიან მაგარ დროს გაატარებენ. ძალიან მომწონს აქ ყველაფერი, კარგად ორგანიზებულია, როდესაც შემოდიხარ და ყველაფერი დაყოფილია ზონებად. ეს ძალიან კარგია, როგორი გართობაც გინდა იმის მიხედვით აირჩევ და იხწახვალ. განსაკუთრებით მომეწონა ეს წყლის ატრაქციონი. ანაკლიაში დამსვენებლის გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ხუბუების ოჯახმა წლევანდელი სეზონისთვის ვალი აიღო და სახლს რამდენიმე ახალი ოთახი მიამატა. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ფესტივალზე დასასწრებად ტურისტებმა ადგილები რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნეს. ანაკლიელები ამბობენ, რომ ზაფხულში გაქირავებული სახლები მათი უმრავლესობის ერთადერთი შემოსავალია. ვაქირავებთ 15 ოთახს, რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს არის ძალიან კარგი და თუ იქნება ყოველ წელს კიდევ უკეთესი. შემოსავალი გვაქვს, როცა 15 ოთახს ვაქირავებ და კიდე მინდა გავაფართოვო, რა თქმა უნდა, კაფეც გვაქვს, მაღაზიაც გვაქვს და კარგია რა, შემოსავალიც გვაქვს. Jam Fest 2016 სტუმრებს 14 აგვისტომდე უმასპინძლებს. მომდევნო დღეებში აქ მოსული დამსვენებლების განწყობაზე პოლ კარლ ბრენერი, ბორის ბრეჟა და ფედელე გრანდე იზრუნებენ.